მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი მოქმედებაში შედის. პროგრამის პირველი ეტაპი კომბინირებული სახის სასოფლო-სამეურნეო ბარათების, გლეხებისა და ფერმერებისათვის გადაცემას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც ისინი მიწის მოხვნასა და დადისკვა გაფხვიერებას შეძლებენ. პროექტის მეორე ნაწილი ბარათის ნომინალური ფორმაა, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის ან ფერმერისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა შეიძლება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის 8500 ბენეფიციარზეა შემოტანილი კომბინირებული ბარათების ამდენიმე რაოდენობა. არის გარკვეული პროგრამასა და საზოგადოებრივ მოთხოვნას შორის გარკვეული უთანხმოება ასრთა, მაგრამ ძირითადად ეს იმან გამოიწვია, რომ მომხმარებელი, რომელსაც 2500 მეტრზე ნაკლები მიწის ფართობი აქვს, სახნავს ათესი, მას ეს კომბინირებული ბარათი არ რჩება იმდენად, რამდენადაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მექანიზატორი, ანუ ვინც მომსახურება უნდა გაუწიოს, მას ხელშეკრულებას ვერ უფორმებს. თუმცა ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენმა მომხმარებელმა უნდა იცოდენ, რომ ეს თანხა, რომელიც კომბინირებული ბარათით არის გათვალისწინებული, ანუ ჰექტრის ანგარიშიდან 140 ლარი დახვნისა და 70 ლარი მისი დადისკვისა მათ უნარჩუნდებათ და როცა ეს ბარათი უკან დაბრუნდება იგივე სამინისტროში, შემდეგი ეტაპი არის ახალი ბარათის მოწოდებისა, ანუ ნომინალური ბარათი, ნომინალურ ბარათზე იქნება ანალოგიურად ეს თანხა დარიცხული. სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებამდე სოფლის გამგებლებმა გამგეობის შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს. ჩვენ სოფელში კარდაკარ შემოვიარეთ და ახსენეთ გლეხებს და ფერმერებს თუ რა რაოდენობის მიწის ნაკვეთი ქონდათ. კერძოდ ვიუთეთ რამდენი კვადრატმეტრი იყოს სახნავი და რამდენი მრავალწლიანი ნარგავი. აღნიშნულების სიები წარმოვადგინეთ და ჩავაბარეთ გამგეობაში. ეხლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მუშაობა სიებთან დაკავშირებით. დამატებით სიებთან დაკავშირებით. სასოფლო-სამეურნეო ბარათების პირველი პარტია ზესტაფონში დაახლოებით 10 დღის წინ შემოიტანეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლება პირველი რეკომენდაციები მისცეს სოფლის რწმუნებულებს. მათ მიერვე მაშინვე გაკეთა კომენტარები იმის თაობაზე, თუ ვინ და რა სახის დახმარებას მიიღებს პროექტის ფარგლებში. 0-დან 25-მდე ვინც არის, 0-დან 25-მდე იმას გადაეცემა 100 ლარიანი ბარათი, მაგრამ ამ ბარათის განაღდება ფულად არ შეიძლება. უბრალოდ იქნება სერტიფიცირებული მაღაზიები და ამ ბარათით შეუძლია ნებისმიერ ვინც მიიღებს ამ ბარათს შევიდეს და იმ 100 ლარის ფარგლებში ნებისმიერი რამე შეიძინოს, რაც მის სურვილიდან გამომდინარეა. და 0-დან 25 და 1 ჰექტარი და 25-მდე აქ მიმდინარეობს პროგრამა მოუხნავთ დაუდისკავთ და შემდეგ გადავცემთ კიდევ დახმარების სხვა ბარათს, რომელიც არის გათვალისწინებული ჰექტარზე 300 ლარის ოდენობით, მაგრამ ეს არის ჰექტარიდან გამომდინარეა და არა ისე ყველა 300 ლარი. შემდეგ იქნება ჰექტარი და 25-დან 5 ჰექტარამდე ამ ხალხს გადაეცემა 640 ლარიანი ბარათი და იგივენაირად განაღდება არც ამის არ შეიძლება და მას სერტიფიცირებულ მაღაზიაში შეიძენს ამ 640 ლარის ეკვივალენტის იმ საქონელს, რომელიც თქვა უნდა და აინტერესებს ამකට შეძენა. რომელი მაღაზია მოემსახურება ნომინალური ბარათების მფლობელებს და როდის გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები მიწოდებლებსა და დამკვეთ შორის ეს ჯერ გარკვეული არ არის. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხვნისა და მიწის დადისკვის სამუშაოებს შპს მექანიზატორი განახორციელებს სამმხრივი ხელშეკრულების გათვალისწინებით. ბიბლიის ახალი ტირაჟი აღდგომამდე ისევ დაისტამბება. ის, ვინც მთავარი წიგნის შეძენა ვერ მოახერხა წიგნზე არსებული დიდი მოთხოვნილების გამო, პალიტრა ელი ბიბლიის ახალ გამოცემას ისევ დაბეჭდავს. პალიტრა ელის ინფორმაციით უკვე გამოცემული ბიბლიის სრული ტირაჟი ქსელში 2 საათში გაიყიდა. ხელმეორედ დაბეჭდილი ბიბლია წინა სააღდგომოდ გამოიცემა და მისი ფასი ისევ 14 ლარი იქნება. ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი რაოდენობა ბიბლიების ორმა ფილიალმა, ჩვენი ფილიალიც არის მეორე და გაიყიდა სულ რაღაც საათსა და 10 წუთში.
მე უკვე ძალიან დიდი უკმაყოფილება წამოვიდა მოხმარებლისგან, რომ ბევრს არ შეხვდა, ბევრმა 2 წაიღო, 3 წაიღო და ასე შემდეგ. ეხლა ინფორმირებული როგორ ვართ? აღდგომის წინა კვირაში აუცილებლად ეს დაზუსტებული ინფორმაცია არის, აი 28-დან 5 მაისის ჩათვლით აუცილებლად იგივე ფასად ჩაეშვება, ანუ 15 ლარად კვირის პალიტრასთან ერთად, რომ ის ვინც ვერ დაკმაყოფილდა, ანუ და ცოტა ის განაწყენებული მომხმარებელი, რომ დავაკმაყოფილოთ. დიახ, მე შევიძინე ბიბლია, მაგრამ ჩემ ახლო გვერდში ვინც არიან ქალბატონებს ძალიან უნდოდათ, მაგრამ არ შეხვდათ და ვერ შეიძინეს, ძალიან გულიწყდებათ. კარგი იქნება თუ კიდევ დამატებით იქნება და ექნებათ საშუალება რომ შეიძინონ. ელოდებიან. ლანჩხუთის გურიასთან განმეორებითი მერვედფინალური მატჩის შემდეგ ზესტაფონი ეროვნული თასის გათამაშებას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ზესტაფონმა მე-5 წუთზე მიიღო, რის შემდეგაც ისინი საგრძნობლად გააქტიურდნენ და ზედიზედ 2 გოლი გაუტანეს სტუმრებს. მე-17 წუთზე ალექს ბენაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 39 წუთზე კი ბოტიგოა დემელმა მასპინძლები წინ გაიყვანა. თუმცა ამის შემდეგ დაახლოებით 7 წუთში სტუმრებმა 2 გოლი გაუტანეს მასპინძლებს და ანგარიში მათ სასარგებლოდ 3-2 გახდა. მატჩის მეორე ნახევარში მასპინძელთა მცდელობის მიუხედავად აღარაფერი შეცვლილია და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზური პირველ ლიგელმა ლანჩხუთელებმა მოიპოვეს. რაც შეეხება ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს, ზესტაფონი 9 მარტს გორის დილას დაუპირისპირდება.